მყავს ყველასთვის საყვარელი აჩი არველაძე, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ასე ელოდებოდით. ესე იგი, აჩისნაირ ხალხზე ამბობენ, ესე იგი, რომ წარდგენა არ ჭირდება, მაგრამ ამას ვერ გამოვტოვებდი მე ამ შესაძლებლობას, აჩი. ეს ადამიანი არის თბილისის დინამოს, ტრაბზონსპორის, ბრედას, კიოლნის და რაც მთავარია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ძალიან დიდი დამსახურებით, 200-ზე მეტი მატჩი აქვს ოფიციალური ჩატარებელი და 100-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ნამდვილად სერიოზული მადლობაც გეკუთვნის ყველა ჩვენგანისგან და აპლოდისმენტებიც და მე შევეცდები რომ ესე იგი ძალიან რა ვიცი მილიონი შეკითხვა მქონდა მართალი გითხრა რომ ემზადებოდი, მაგრამ პირველ შეკითხვას შევეცდები რომ გუნდურობაზე HR-ებისთვის ძალიან ცენტრალური საკითხია და მოკლედ ვარსკვლავები როცა თამაშობენ მოედანზე, მათი გუნდურობის შენარჩუნება, მით უმეტეს ესე იგი შენც რო ერთ-ერთი მათგანი ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია და შეკითხვა არის რომ რა შეიძლება გაგვიზია რომ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს გუნდურობა, ასე ვთქვათ, გუნდმა, როდესაც მასში ძალიან ბევრი გამორჩეული ადამიანია. დიდი მადლობა, კიდე ერთხელ მოგესალმებით. არ ვიცი ხა როგორ უნდა ვთქვათ როგორი განსხვავება და ალბათ განსხვავება არის და აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ ზოგადად სპორტი ცოტა სხვა რამეა, რა თქმა უნდა თქვენი სამსახური და პროფესია კიდე ცოტა უფრო სხვა, მაგრამ ყველაზე მთავარი და ერთი რაც არის ადამიანთან ურთიერთობა. ნუ ჩვენ შემთხვევაში, როდესაც როგორც მენეჯერი, ასე ვთქვათ, ან როგორც მწვრთნელი გიწევს ფეხბურთელებთან ურთიერთობა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ალბათ ყველაზე მეტად შემიძლია ვთქვა, რომ გარდა იმისა, რომ შეასრულოს ხელმოწერილი, ანუ ხელშეკრულებით არსებული პირობა, ეს როგორც ყოველთვის ხდება პროფესიულ ფეხბურთში, ანუ პირველ რიგში რაცა დადგენილ წესებს აწერს ერთი მხარე ხელს და მეორე მხარე. და ძირითადად ამ ხელშეკრულებით უკმაყოფილო არის ხოლმე ფეხბურთელი სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში თანამშრომელი რა, იმიტომ რომ როდესაც ყოფილა შემთხვევა, რომ აი ვთქვათ, მოვაწერეთ რაღაცა ხელშეკრულებას ხელი ვასრულებთ პირობას, ძირითადად პრეტენზიები ყოველთვის ხდება ხოლმე, რომ აი რაღაცა არ მოწონს, ამ დროს გუშინ წინ მოაწერა, თქვათ 6 თვის წინ მოაწერა, 1 წლის წინ მოაწერა. ძირითადად мотиваციაზეა საუბარი და საბოლოო ჯამში ეს мотиваცია ალბათ მაინც ყურადღებით ანიწყება, ამთავრდება, იმიტომ რომ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანია ფეხბურთში თუ სპორტში, იმიტომ რომ უკმაყოფილო არის მე-12 კაცი და ეს არის ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა მწვრთნელისთვის და უშუალოდ სპორტული დირექტორისთვის, რომელსაც ავალია მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის და პირადად კონტაქტია ერთანაც და მეორესთანაც, ეს ურთიერთობა დაალაგოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ყურადღება, რომელიც მე-12 კაცს უკვე აკლია იმ თვალსაზრისით, რომ არ თამაშობს ბევრს, ეს კიდე ცოტა უფრო სხვა რამს ნიშნავს და ნუ 26-ზე აღარაფერს ვიძახი, იმიტომ რომ ყველა ფეხბურთელს ჭირდება პატარა ბავშვები ვით არიან, ეხლა აქ ასაკს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ზოგი არის აგერა ესპანეთის ნაკრებში თამაშობს 16 წლის ბიჭი, მაგრამ 36 წლის ბიჭსაც კი, ან თუ გინდათ რონალდოსაც გაცილებით მეტი ყურადღება უნდა რომ ქონდეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ალბათ თქვენ ყველაზე დიდი გამოწვევას მე როგორც ამ შემთხვევაში მენეჯერი შეიძლება ვიტყო, რომ მე ყოფილა სპორტული დირექტორი ფედერაციაში, ნაკრებები, ახალგაზრდული ნაკრებები მებარო და მე ნაწილობრივ როგორც მწვრთნელი, როდესაც მქონდა ურთიერთობა თვითონ ფეხბურთელებთან, ყველაზე მნიშვნელოვანი არის არ ყავდეს უკმაყოფილო თანამშრომელი. უკმაყოფილო თანამშრომელი მესმის, რომ ერთი მხრივ ყველაზე კარგი არის ის, რომ ფინანსურად კარგად იყოს დაფინანსებული და არ იყოს პრობლემა იმისა, რომ თქვა თვითონ ხელფასი მიიღოს, ნუ ძირითადად ალბათ მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთში ხშირად ხდება, რომ სამწუხაროდ საქართველოს პირობებში, რომ თვითონ ხელფასს ვერ იღებენ და ნუ ძალიან ბევრი დავალიანებებია. იმედია თქვენ ისეთ კომპანიებში მუშაობთ, რომ მსგავსი პრობლემები არ არის, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ეს ხელფასის სიმცირე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ мотиваციას, იმიტომ რომ ამ мотивაციის გარეშე და мотивაცია მარტო იმას ხო არ ნიშნავს, რომ მოდი დილას ადრე ბევრი იმუშაო და ნუ შესაბამისად საბოლოო ჯამში მიდის იქამდე, რომ ფინანსური ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ფინანსებს ძალიან დიდი როლი აქვს. აქვე როგორც კი ფინანსებს დიდად ვერ
ვერცვლი, შესაბამისად მე მიდის უკვე რაღაცა ყურადღების გამოჩენა, ვინმეს რამე პრობლემა აგიგ დაბადების დღის მოვლოც, არ ვიცი, ეხლა ეს ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით, ალბათ ყველას თქვენთანგანი რაღაცა მსგავს რაღაცებს აკეთებთ, ზოგს უყვარს, აბა მოდი შევიკრიბოთ ერთად სადღაც წავიდეთ. საბოლოო ჯამში მაინც იქამდე მივალთ, რომ შედეგია, ხომ თავარი, აი როგორც ვთქვათ, გაყიდვებში, რომ წლის ბოლოს, თვის ბოლოს შევასრულოთ გეგმა, ესე ხდება გუნდშიც რაღაცა კატეგორიის გეგმა გაქვს, ასრულებ ამ გეგმას, თამაშობ, ქულა უნდა აიღო, მერე მოდის მწვნელი გაქებს, არ გაქებს, აი ამ შეგებასა და შენიშვნის მოცემასაც ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ არსებობენ მაგალითად ესეთი მწვნელები, როგორიც არის ერთ-ერთი გამოჩეული მწვნელი რა ქვია, ვანგალი, ლუის ვანგალი, რომელიც იყო შოთის მწვნელი და ძალიან აი ესეთი განსხვავებული მიდგომა ჰქონდა შენიშვნასა და დაუშვათ რო შეაქოს ფეხბურთელი, არის განსხვავება მწვნელებს შორის, მაგალითად ყოფილა შემთხვევა ცუდი გაყიდვების დღე გაქვთ. ვარი რომ თქვა ამ თვეში ჩაგვივარდა გაყიდვები, ან იმ გეგმას გადავაშორეთ და მეორე დღეს იწყებენ ჩხუბს. მაგალითად, რომ აუ ეს რატო არა და ნუ შესაბამისად ვიღაცას გონია რომ ამ ჩხუბით უფრო მეტ мотиваციას გააჩენენ და უფრო მეტად არ ვიცი, აამოძრავებენ, ან აამოქმედებენ იმ სტაფს, ვისთანაც ერთად მუშაობს. მე მაგალითად ჩემ შემთხვევაში და ქართველების შემთხვევაში მაინც ყოველთვის ფიქრობ, რომ უფრო დაყვავებულიანი, უფრო კეთილგანწყობით შეიძლება რომ მიაღწიო უფრო დიდ წარმატებას ვიდრე მაგრამ არავითარ შემთხვევაში რაღაცის ხარჯზე. არა, რა თქმა უნდა იყოს წესი, რიგი, აუცილებელია და ქონდა ესეთი შემთხვევა, როდესაც სულ ეკითხებოდი ხოლმე შოთის, იმიტომ რომ შოთის უწევდა მასთან მუშაობაც, როგორც მწვნელი ასისტენტი და როგორც ფეხბურთელსა და მწვნელს შორის ურთიერთობა და სულ მაინტერესებდა აი ესეთი შემთხვევა, მაგალითად, რას ეუბნებოდა ტაიმსა და ტაიმს შორის, მოგეხსენებათ, ახლა შეიძლება ძირითადად ქალბატონები ზანდებით, მაგრამ პირველი ტაიმის მერე 15 წუთი აქვს მწვნელს, რომ დაელაპარაკოს ფეხბურთელს და თქვათ რაღაცას შენიშვნა ის უთხრას და სულ მაინტერესებდა რას იძახდა აი ამ 2-3 წუთში, თორე ის 2-15 წუთი ფაქტიურად 2 წუთია, იმიტომ რომ იცვლი, ზოგი ტალახიანია, ზოგი შედის, გამოდის, ზოგი ბანაობს და ახლიდან იცმევს და ამიტომ 2 წუთი აი დრო გაქვს. და სულ მგონია რომ ცუდი ტაიმის მერე, ანუ ცუდად შესრულებული დავალების მერე რას იძახდა და სულ მეგონაო შოთი იძახის რომ ეხა დაამტრევს გასახდელს, ეხა გადაგვივლის გვეჭხუბება, ეხა დაგულეწავს და როდესაც მეგონაო რომ ძალიან იჭხუბებდაო, ძალიან წყნარად, ძალიან მშვიდად მოგცენდაო შენიშვნასო, რა უნდა გაგვეკეთებინა მეორე ასო შესვენების მერე. ანუ რამდენად მნიშვნელოვანია რა დროს როგორ შენიშვნას და რა ფორმით აძლევ ასე ვთქვათ გაფუჭებული საქმის მერე შენიშვნას თქვენ დაუშვათ თანამშრომელს. და პირიქით როცა მეგონაო რომ ყველაფერი კარგად მიდიოდაო, როცა მეგონა რომ ეხა შემოვა და მხოლოდ შეგვაქებდაო, მაშინ იწყებდაო შენიშვნების მოცემასო და მიკვირდაო რა, რომ ეხა ხო ყველაფერს დაუშვათ 3 ნოლს ვიგებთ, არაფერი არ გვიჭირს, შვენივრად თამაშობ და იქ იწყებდაო კონკრეტული შენიშვნების მოცემასო და აი თვითონ ფორმა იმისი რომ როდის რა გააკეთო, რანაირი ფორმით მიაწვდინო, უარყოფითი, რა თქმა უნდა, აი ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდაო. ეხა არ ვიცი ეს რამდენად გამოგადგებათ. მე მგონი გამოგადგება. აი ესეთი შემთხვევა ქონდა და ყოველთვის ესე ცდილობდა და კიდე ერთი მაგალითად ესეთი ფორმა არსებობს სამწუხაროდ ბევრი მწვნელი იყენებს ესეთ რამეს. როდესაც დღეს წავაგებთ, ხვალ რაღაცა დასჯის ფორმით უფრო მეც გავარჯიშებს, უფრო მეც გარბენინებს, უფრო მეც დაგტვირთავს. ვითომ ეს ზეგისთვის ან შემდეგი თამაშისთვის არის უფრო კარგი. ამ დროს აი ამ ვანგალს ქონდა პირიქით ძალიან კარხიაზე და კარგ თამაშის მერე აკეთებდა აი ამ დატვირთვების ვარჯიშს, იმიტომ რომ იცის რომ შენ გახარებული ხარ, კარგ ხასიათზე მოხვედი, იმიტომ რომ გუშინ კარგად ითამაშე და მაინდა-მაინც არ იჭხუბებ აი ამ ცუდ ვარჯიში. ცუდი ვარჯიში ნიშნავს, როცა ფეხბურთს არ გათამაშებენ და გავარჯიშებენ ისეთ რამეს, რომელიც არც ერთ ფეხბურთელს არ უყვარს. რა, დაახლოებით ესეთი შეიძლება რა ვიცი რამეში გამოგადგეთ თქვენ მერე. კი, ნამდვილად სასარგებლოა. ერთი ეხა როგორც სპორტსმენს მინდა კითხო, რომ ხა ცუდი დღეები ყველას აქვს და მძიმე პერიოდი და
შენ თვითონ შენი მოტივაციის შენარჩუნებისთვის, აი რას ეყრდნობოდი ყველაზე რთულ პერიოდებში შენი კარიერის? ნუ კიდე აქ ისევ ალბათ იქიდან დავიწყებ, რომ განსხვავება ძალიან დიდია ჩვენ პროფესიასა და დაუშვათ იმ პროფესიებს შორის, სადაც თქვენ გიწევთ მუშაობა, იმიტომ რომ ჩემი მოტივაცია, ჩემი ნატურაც და მიზანიც იყო ერთი რამ. ანუ ძალიან იგივე რამ იყო რა, ანუ მიზანი იყო და ნატურა რომ მეთამაშა მაღალ დონეზე ფეხბურთი, გამეკეთებინა ყველაფერი იმისათვის, რომ მეთამაშა დაუშვათ ნატურობდი, რომ თბილისის დინამოში მეთამაშა, მე ნატურობდი, ნუ მაშინ ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო და მიხაროდა რომ 4-5 ფეხბურთელი ყოველთვის ქართველი იყო და მეც ნუ მე რა თქმა უნდა ეს უკვე გადაიზარდა ეროვნულ ნაკრების ნატურაში და ნუ ფაქტიურად საფეხბურთო ნატურები ავიხთინე მე, მაგრამ მიზანი რა თქმა უნდა იყო ის რომ ყოფილიყავი კარგი დიდი ცნობილი ფეხბურთელი და ეს ყველაზე მეტად რაც მიყვარდა. მაგრამ განსხვავებაც ის არის, როგორ შეიძლება რომ ეხლა დაუშვათ კონსულტანტს უყვარდეს კონსულტანტობა. მე არ ვიცი შეიძლება ვიღაცას უყვარს კიდევაც, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რამეა. კარგი კონსულტანტსა და ცუდ კონსულტანტს შორის არაფერი განსხვავება არ არის ერთი რამის განსხვავებით. მე მაგალითად და როგორც ალბათ ყველა თქვენთანგაც გქონიათ ესეთი მაგალითი. შედიხართ სადღაც, გინდათ ეძებთ რაღაცას და ვიღაცა აი ძალიან უყურადღებოდ გეუბნებათ აი იქ სადღაც რაღაცა დევს. და მეორე ამ დროს გამოყვება, გაჩვენებს, განახებს, შეიძლება აი ამასა და ამას შორის რაღაცა იქ არ ვიცი, ფასში თუ ხარისხში განსხვავება აგიხსნა და თორე არაფერი არ არის, ერთი ზის და გეუბნება რომ იგდევს სადღაც, მეორე მიყვება და გაჩვენებს. ხო და ესეც ახლა კი არ უყვარს ალბათ იმაზე მეტად, მაგრამ იმას რაღაცა მიზანი აქვს. იმას რაღაცა გეგმა აქვს, რომ აი ამ მისი კარგი მუშაობით ხვალ გახდეს ამ არ ვიცი რომელიღაცა რაღაცის ხელმძღვანელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქედან გამოირჩევა ერთი და მეორე ერთმანეთისგან და ფეხბურთში წესია. დღეს ახლა ფინანსური თვალსაზრისით იმხელა მოტივაციაა, რომ საბოლოო ჯამში მაინც ყველაზე დიდი მოტივაცია არის ფინანსური მხარე და იმიტომ რომ სპორტი ისეთი ხანმოკლე არის, რომ საბოლოო ჯამში აი ყოფილა შემთხვევები მე მეკითხებოდნენ, რომ რატომ მიდიან ჩვენი ფეხბურთელები დაუშვათ ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არის ძალიან პოპულარული ფეხბურთი. მაგრამ მეორე მხრივ როგორ გინდა რომ გაამტყუნო? მიდის იმიტომ რომ ის რაღაცა 2 კაპიკი თმეტი იშოვოს, რომ მე თავის ოჯახს მიხედოს, იმიტომ რომ ჩვენ მაინც მიჩვეულები ვართ, რომ ერთი მუშაობს და 10 კაცი მერე ელოდება მის ასე ვთქვათ შემოსავალს. მიზნების დასახვა ახსენე და მოკლედ ძალიან აქტუალური თემაა ნებისმიერ საქმეში და რამე მაგალითები თუ შეგიძლია, აი პატარ-პატარა დიდი ნატურის მხარეში გავიგე, მაგრამ სპორტის რეალობაში ვთქვათ პატარა მიზანი, რომელიც გუნდს ან კონკრეტულ სპორტსმენს usახავს დაუშვათ უცნელი ან თავის თავს, როგორი სტილის იქნებოდა შენ აქაც ალბათ კონკრეტული შემთხვევებია ყოველთვის ერთი ესეთი მაგალითი რომ აი ყველას ერთნაირად წარმოუდგენელია ისიც ჩვენი ხასიათის გამომდინარე ძალიან სამწუხაროა მაგრამ ძალიან არასწორ ბევრ რამეს ვისმენ მშობლებიდან გამომდინარე მე ვიყავი 8 წელი სკოლის დირექტორი და ძირითადად ჩვენი პრობლემა არის რომ მშობელს არც ალია რომ აუხსნას ბავშვს ის პრობლემა რა პრობლემაც აქვს და ჩვენ გვიწევს მერე მშობლებთან ურთიერთობა მოდიშ ვიხდი ბავშვებთან ურთიერთობა და ჩვენ იმის ახსნა მე კი არ ვიძახი რომ მშობელმა არ უნდა აუხსნას არ უნდა არ შეიძლება მშობელმა საერთოდ არ იცოდეს ის სფერო რა სფეროშიც უნდა ბავშვს ხვალ თქვათ გახდეს არ ვიცი თუნდაც იურისტი ან მხატვარი ან მსახიობი რა უნდა უთხრა მშობელმა მაგრამ ძირითადად თუ ვერ უგვარებს ამ პრობლემას ან სწავლის ფინანსური თვალსაზრისით პრობლემა აქვს ან სპორტში შეყვანის პრობლემა აქვს რაღაცას ეძებს გამოსავალს სხვას გადააბრალოს რომ იცი რა თუ პატრონი არ ყავს ვერ გახდები კარგი ფეხბურთელი თუ პატრონი არ ყავს რუსთაველის თეატრში ვერ მიგიღებენ ან ვერ იმღერებ ან ვერ იცეკვებ ნუ მე მაინც გონია რომ ეს ყველაზე ცუდი რაც გვაქვს აი ეს არის მე მაინც ვფიქრობ რომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე მაგარი პროფესიის უпростоრედ მაგარი ნიჭის პატრონი ვინა ქართველი იყოს რომელმაც წარმატება შეიძლება ვერ მიაღწიოს ყველაზე ცუდი არის რომ საშუალო გავხადოთ ბევრად უკეთესი აი ჩვენი პრობლემა არის ქართველების და საქართველოს რომ კარგად საშუალოდ მოთამაშე ფეხბურთელმა მიახციოს წარმატება. თორე კვარაცხელიას მე ვეყოლებოდი მწვნელი თუ თქვენ მაინც ითამაშებდა 10 კაც მოატყუებს და მამარდაშვილი გადახტება და ჩაკვეტაძეც ითამაშებს. მაგრამ აი საშუალო ფეხბურთელი რომელმაც უნდა რომ კვარაცხელია გახდეს, მაგრამ არა აქვს ამას ფიზიკურად არა აქვს ამის ნიჭი. მე ხდება ესეთი რომ ბურთით ძინავს, ამის მეტი არაფერი არ უნდა, სუბურძე ფიქრობს, მაგრამ ვერ თამაშობს.
მეც ვფიქრობ ეხლა ყოველდღე ბურთზეც თამაშებს, მაგრამ აღარ შემიძლია თამაში. ამიტომ აქედან გამომდინარე, აი ეს პრობლემები რომ მოვაშოროთ და შევქმნათ ისეთი შესაძლებლობები, ხო, ჩვენ ვართ დაახლოებით ფეხბურთი რომ აი ტექნიკუმის დონეზე, ანუ სკოლა დავამთავრე, ტექნიკუმში რაღაცა ვისწავლე და ეხლა უკვე რომ მინდა რომ წავიდე ჰარვარდში და რა ვიცი, სანმე უმაღლეს დონეზე ვისწავლო, იმის შესაბამისობა არ აქვს. ამას უნდა, რა თქმა უნდა, ისევ მივდივარ ფინანსებთან, ისევ მივდივარ ინფრასტრუქტურასთან, ისევ მივდივარ განვითარებასთან, ანუ სამწუხაროდ ყველაფერში ერთდროულად ვერ ვიზამთ. ესეთი რაღაცები, როგორიც ეხლა თქვათ, ბოლო 2 თვის მანძილზე, ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდ мотиваციას ქმნის ბავშვებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემი ყოველთვის ისედაც ძალიან ფეხბურთი ყველას უყვარდა, მაგრამ დღეს ალბათ და მე თანხმებით ყველა რომ ფეხბურთზე რაღაცა განსაკუთრებული ბუმი იქნება და არ უნდა შეგვიშალოს როგორც ყოველთვის ხელს გვიშლის, რომ ხვალინდელმა მარცხმა და მარცხი აუცილებლად იქნება ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ. мотиваცია უნდა დაგვიკვარგოს. ოღონდ ფეხბურთელს კი არა, ხელმძღვანელს. ანუ ფულის დამდებს, ფულის მიმცემს, სპონსორს, ქველმოქმედს არ უნდა იყოს მაინდა-მაინც იმაზე დამოკიდებულიო თუ ხუშინ ყვარაცხელია კარგად ითამაშებს და ნაკრები მოიგებს, მე ხვალ ავაშენებ, გავაკეთებ რაღაცას. აი ეს ყველაზე მეტად ეს გვიჭირს ჩვენ და მარტო დალხინებულ დროს გვინდა რომ ვიყოთ კარგები და ქველმოქმედები და მე მაინც ვფიქრობ რომ სახელმწიფოებრივადაც ჯობია და ალბათ დღეს უკვე თვითონ ყველამ დაინახა რომ ეს სპორტის სახეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სიხარულიც, ტკივილიც, ამ ყველაფერს შეუულია ამის გაკეთება და მე ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება კიდე ერთხელ ხაზგასმას ვითვალ, რომ ეს არის ჩვენი მიმართულება, ეს უნდა ვქნა და რა თქმა უნდა სხვა სპორტის სახეობებიც მე კი არ ვიძახი, მაგრამ ამას მოაქვს ყველაზე დიდი სიხარული და ესე იყო ყოველთვის და დარწმუნებული ვარ რომ ესე იქნება და мотиваციაც ეგ უნდა იყოს რომ კი არ ველოდოთ გამარჯვებას. გამარჯვებამდე ვაკეთოთ ყველაფერი რომ გამარჯვებაც მოვიდეს რა ვიცი ესე ვფიქრობ მე. დიდი მადლობა, ძალიან შთამაგონებელია და ნამდვილად ეხება ჩვენ საქმესაც. წარუმატებლობაზე მინდა ვახსენო და აი ვანგალი რო ახსენე რომ წარუმატებლობისას პირიქით რბილად ექცეოდა, ხო? აი მაგ კუთხით წარუმატებლობასთან გამკლავებაზე რა შეგილია შენი გამოცდილებით? ისევ ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ვიწყებთ, რომ იქ ხელი შამიშალეს, აქ არ მიმიშვეს, აქ არ მათქმევინეს, აქ არ გამაკეთებინეს, თორე მე ესე, თორე მე ისე. საბოლოო ჯამში მაინც ისევ ჩვენი გადაბრალება, ჩვენი პრობლემების გადაბრალება სხვაზე, რომ მარტივი გამოსავალი ვიპოვოთ. მე ყოველთვის მე ბევრი რამ შეიძლება ითქვას, რომ ალბათ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, უიღბლო ფეხბურთელი ვარ, თუ კი შეიძლებოდა რომ ესე ვთქვა. იმიტომ რომ გადატანილი მაქვს 99 წელს გავიკეთე პირველი ჯვარედინა იოგი, ეს ისე მარტივად რო გითხრათ, აი გიორგი ჭაკვეტაძემ ერთხელ გაიკეთა რამოდენიმე წლის წინ და 3 წელი ცდილობდა რომ დაბრუნებულიყო თავის კონდიციაში. მე მაქვს ეგ 99 წელს გაკეთებული ერთი, 95-ში მეორე, როდესაც არ არსებობდა არანაირი კომპიუტერი. ტოპოგრაფიაზე აღარ ვიცახი. ნუ არაფერი, მარტო 2 წელია მიდგენდნენ ყველაზე დიდი და ცნობილი რა ქვია, ტრავმატოლოგები რა მჭირდა, ანუ არ ვიცოდით რა მჭირდა რა და ამიტომ მეორე მხრივ შემიძლია ვთქვა რომ იღბლიანიცა ვარ, იმიტომ რომ ამ ფეხით 11 ოპერაცია მაქვს გადატანილი, შევძელი რომ ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა, აგერ ოცხოეთში მეთამაშა და ნუ მეტნაკლებად შეიძლება ვთქვა რომ რამოდენიმე ქვეყანაში წარმატებული ყოფილიყავი, მაგრამ ძალიან მშველოდა შოთი და რეზი. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ წარუმატებლობის შემთხვევაში შენ გინდა ვიღაცა მესმის რომ ძალიან რთულია რომ ყველა შოთი და რეზი შეიძლება არ ყავდეს რა. შოთის წარმატება და რეზის წარმატება მე მშველოდა, იმიტომ რომ მე ისინი რომ თამაშობდნენ და მე დაუშვათ ვიწექი ფეხნა ოპერაციები, მეც ვთამაშობდი და თითქოს ძალიან არ ჩამოვშორდი ამ საქმეს და მიუხედავად იმისა რომ პირველ ჯერზე წელიწადნახევარი გამიწდა, მე კიდე მინიმუმ 1 წელს ვაცნენდი ყველა ოპერაციის მერე, ემშველოდა ყველას უნდა ყავდეს ერთი ვიღაცა ისეთი მცოდნე, არ ვიცი ხა შეიძლება ეს იყოს მამა, დედა, ან ვიღაცა გამოიძებნოს, რომ იმ შემთხვევაში არ მოგცეს ან მაგალითი. დაუშვათ იგივე ამ შემთხვევაში მე ძალიან ხშირად ველაპარაკებოდი გიორგის, როცა ვეუნებოდი, რომ ჩემ გამოცდილებას, რომ არ დანებდე, არ დანებდე ეს ჩვეულებრივი სიტყვა, მე მეუნებოდნენ შენ ფეხი კი არ გტკივაო, აქ გტკივაო, ანუ ფსიქოლოგიურად ხა ნუ თლათ ესე
ვერ ვიყავი რომ ეგეთი რამე მესმის რომ ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენ ეს мотиваცია გადააგორო და გაჭირვების ჯამს მაგრამ მაინც გჭირდება ვიღაცა ძალიან გვიჭირს ფსიქოლოგთან მისვლა ეხლა მე უნდა ვაღიარო რომ მაინდა-მაინც ყოველდღე ფსიქოლოგებთან დავდივარ თქო არა მაგრამ ეს ჩვენი აი პრობლემის დამალვა ამ დროს რამდენად მნიშვნელოვანია როცა განათლებულ სწორ გზაზე დაგაყენეს ფსიქოლოგი. თვითონ არ გვიყვარს ეს რომ ვითომ მგონია რომ ავანტყოფი ხარ. შენ თუ ფსიქოლოგთან უნდა მიხვიდე ან ექიმთან. ამ დროს შეიძლება ისეთი ერთი სიტყვა გითხრას ისეთი, რომ სულ შეგიცვალოს შენი ასე ვთქვათ ხვალინდელი დღე. და ეს ეთერი რაღაცები რა თქმა უნდა დღევანდელ პირობებში როცა ესეთი ინფორმაციის მიღების საშუალება გვაქვს, ინტერნეტი გვაქვს, რა ვიცი ხა ნაცნობი და ისა მაინც არ ილევა ამ ქვეყანაში სულ ესე ვარ და მგონია რომ მაინც სწორზაზე დაყენება შეიძლება აი ამ პრობლემის დროს და ეს უნდა გამოიყენოს სწორედ ამ შემთხვევაში როცა პრობლემა გაქვს არ უნდა დაიმალო უნდა თქვა რომ ეს პრობლემა მაქვს და ვიღაცა გამოჩნდება აუცილებლად ვინც ხელს შეგიწყოს ყოველ შემთხვევაში მადლობა ლიდერობას ბოლოს მინდა კითხო ლიდერობაზე იმიტომ რომ ვარსკვლავობა ერთი გზაა როდესაც ვარსკვლავი მოთამაშეა მეორე გზა არის როდესაც შენ თავზე იღებ ასე ვთქვათ გუნდზე პასუხისგებლობას და აი შენთვის ლიდერობა რაშია და გასაღები სად არის მე მაინც ვფიქრობ რომ ხასიათია და ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაც და ალბათ მიზანი ის უნდა იყოს რომ ბავშვებში არ მოუკლათ ეს ხასიათი ანუ ჩვენ ძირითადად მიჩვეულები ვართ შენიშვნაზე ანუ ბავშვი რანაირი აქტიურია სირცხვილი არ ქნა ეს არ გააკეთო ის არ გააკეთო აქტიურია ბავშვი სკოლაში ეუნებიან რომ გაჩუმდი შენ რატო იღებს ანუ პირდაპირ ვკლავთ მის ამ ლიდერულ ხასიათს მესმის ხა შეიძლება სადღაც რაღაცა ზედმეტად იძახის და ის შენიშვნა კონკრეტულად მიცე რომ მაგრამ არ უნდა მოუკლათ ბავშვებს ეს არ არის არ ვიცი რა ქვია მაგას უნარი ალბათ ხო რომ იყოს ლიდერი იმიტომ რომ ლიდერი ყველა ვერ იქნება და იმ ლიდერს მერე უნდა მივცეთ იმის საშუალება რომ იყოს ლიდერი იმიტომ რომ გუნდშიც ესეა შეიძლება არ იყოს საუკეთესო ფეხბურთელი მაგრამ მინდორზე იყოს ხასიათით დღეს ახლა ძალიან ისეთი ტრენდია რომ აი მაგალითად ჯაბა კანკავას რომელსაც არ ვიცი ახლა თქვენ ალბათ იცნობ და შენიც რა ქვია მამაკაცებს ალბათ უფრო მეტი იციან 100-ზე მეტი თამაში ეროვნულ ნაკრებში და ბოლოს 37 წლის ასაკში ისევ დაუძახეს ეროვნულ ნაკრებში იმიტომ რომ გვჭირდება გასახდელში ანუ რას ნიშნავს გვჭირდება გასახდელში ესე იგი ის მინდორზე უკვე აღარ არის იმდენად საჭირო იმიტომ რომ ასაკმა მოუწია მაგრამ გასახდელშია საჭირო რომ იქ იყოს ისეთი სულისკვეთება რომელიც შეუძლია რომ ჯაბამ შექმნას აი მსგავსი ვთქვათ განყოფილება თუ რომელიღაცა თანამშრომელს იმ ოთახში თუ იმ რომელიღაცა სართულზე ესეთი ლიდერები ჭირდება ყველა სფეროს ეს იქნება არ ვიცი ნუ ყველა შეიძლება და მე ვფიქრობ რომ ხასიათიდან გამომდინარე ჩვენ მაინც აქტიური ტიპები არ მოგწონს რა გონია რომ ზედმეტად იჩენს თავს არ გინდა რომ გამოჩნდეს მე როგორც მენეჯერი მაგალითად იქ ვიღაცა მოთამაშე ფეხბურთელი რაღაცა ჩემზე მეც აქტიურობს აბა მიდი გააჩუმე ანუ ეს მე მგონი ყველაზე დამღუპელია ჩვენი აზრით აი მე არასოდეს არ მქონია ხა კიდე ერთხელ ვაღიარებ რომ 8 წლის მანძილზე 34 სკოლის დირექტორი ვიყავი და ყველა მასწავლებელი აქტიურ ბავშვს აჩერებს ეუნება რომ ხელს მიშლის იცინის ანუ ხო ხვდებით ანუ პირდაპირ იძახის ისეთ რამეს რომ აქტიურ თუ ვერ აჩერებ და მე ძალიან მარტივი რამე მქონდა ასე ვთქვათ ესეთი მივდიოდი კლასში და ყველაზე ყოჩი ვინც იყო რომელსაც თვლიდა რომ თავით ყოჩია და ვეკითხებოდი შენ ხარ ამ კლასში მაგარი ბიჭი კი აბა ერთი დავждები და როგორ მოусმენს შენი ხათრით მთელი კლასი ანუ იმას კი არ ვეუბნებოდი შენი კლასით რამდენი არ მოусმენს ვეუბნებოდი შენ ხო ხარ მაგარი ბიჭი კი გისმენს ყველა კი აბა გამოაცხადე რომ ყველა მოусმინოთ რამდენად მოგისმენენ ანუ ესეც ჩვეულებრივი მიდგომაა მე მგონი და ვფიქრობ რომ არც ერთ იმ შემთხვევაში მე როგორც დირექტორი თუ მოვიქცეოდი როგორც დირექტორი და ჩვენ გვახსოვს ალბათ ყველა ჩვენი სკოლის დირექტორები როგორ იქცეოდნენ მე ეხა ჯინსებში დახეულ ჯინსებში დავდიოდი პოტასებში მე როგორი დირექტორი უნდა ყოფილიყავი ისევ მეგობრული ისევ თხოვნა აბა ჩემი ორიანი და სკოლიდან გაგდება გარდი არ ქონდათ მაგისი და მივდიოდი ისევ პირად ურთიერთობაში შევდიოდი და ვთხოვდი რომ ესე მოიქეცით ბოდიშის მოხდა მაგალითად რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თუ შეგეცდება ვეუნებოდი თუ შეგეშალა მოიხადე ბოდიში აღარაფერს ვეღარ გეტყვის მასწავლებელი ადგები ბოდიში მოიხდი სათქმელს აღარ უტოვებ აი რაღაცა ისეთი რაღაცები უჭირთ ბავშვებს რასაც თუ მარტივად თავუხსი მე უკვე მარტივად და ცოტა კიდე ვეუნები რომ ეხა სმარტ ბავშვები ყველა
მაგრამ რა დროს გამოიყენოს ეს ეგეც ხო კიდე განსაკუთრებულია და მე ვფიქრობ რომ აი ესეთი რაღაცები და სკოლის ბაღში, სკოლაში თუ იმაში რა ქვია გუნდში, როდესაც ბავშვებს ავარჯიშებენ. ჩვენ უნდა მივცეთ ბავშვებს იმის უფლება რომ იყვნენ აქტიურები და იყვნენ ლიდერები და საბოლოო ჯამში იქიდან ყველაზე ერთი კარგი ან ორი ლიდერი გაიზრდება ნამდვილად. დიდი მადლობა, ესე გაიფრინა ამ ჩვენმა დრომ. ყველაფერი რასაც ჩვენ ლაპარაკობთ ძალიან პირდაპირ კავშირშია ყველაფერთან.